Здесь все ответственны, что айма жадуалко, сако да и как магалити. Магалити ро первое жаду ვერ გაჭრა. Им истинეს ასე სასტურში ვერ ჩააგდო ვერაფრით. გასასწრებს ვერ ჩააგდო. აი აქედან ჩანს რომ ბოროტი სიტყვას ევდის, მაგრამ ვერ ერევა. ბოროტს აქვს ძალა, მაგრამ როდესაც ის პოულობს ჩვენში საყრდენს. მაშინ აქვს ძალა. თუ ჩვენ სიტყვიდან დაცულნი, მაშინ ის უძლური ხდება და აქეთ შეიძლება მის მოქცევას ასე რომ უხრეთი ყავით და იცოდეთ რომ ეს ყოველდღიური დიას აღამოშლოცა იქნება. დილით უზმოზე სეფისკოისოთ დაგვრჩის მიღება სიტყვისთან შეხება ხშირი ზიარება ორკვირაში ერთხელ სამკვირაში ერთხელ ხშირად ითხოვან დარჩით უზიარებანი იკითხოთ წმინდა წერილი სახარება ღვთის სიტყვა გახსოვდეთ ფსალმუნით და ყოველი უკეთური ძალა თქვენ გაგშორდებათ ვერ გაგეკარებათ მეთო დაგვიფარო თქვენ ლოცვით და მოწამეთა და გახსოვდეთ რომ თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული მისი ცხოვრება უფალოდ თქვა რომ კაცთვის შეიძლება ეცხონება ღვთისათვის შესაძლებელი მაგრამ ისე შეიძლება მაშინ როდესაც ადამიანი ცდილობს იცხოვროს ქრისტიანულად ღვთის მიერ ამიტომ მათოლებობს რომ სასופელი ძალით მიიღწევაო და ვინც თავს აიძულებს რომ ის მიაღწევს მას ანუ კი არა ღვთის გარეშე მაგრამ მისი ღვაწლი და აუცილებელი პირობაა იძულებით ღმერთის სასופელში არავის არ შეიყოს და ადამიანის ცდილობა უნდა იყოს რომელზეც იქნება დაცული და მაშინ ეს ორი ნება ღვთისა ჩვენი ცხოვრებისა და ადამიანის ნება რომ მას უნდა უფალთან ყოფნა ერთიანდება ეს არის უძლური ძალა ყოველთა ჩვენთვის ის პროცესად ამიტომ ჩვენ ახლა ავახსენეთ პარაგნის შემოვლით ვიტამინით ასეთ წის შემოვლა ტაძარში ასევე არის ესეთი ძალის შეძენა ეს წრე ლოცით გალობით შემოვლა იმისას ერთი დაცვის სახეს ჩვენი ამ ყოველგვარი სასტურისაგან დღეს ქვეყანაზე მშვიდობა მაგრამ სადა ცელდება სოფლიოში არა მარტო ჩვენთან სოფლიოში უფრო მეტად ყოველგვარი ის ცხოვრების წესი რომელსაც უფალი უტოდებს უჟილოებას ისაძაგლეს აი ეს ცელდება და მეთო დაგვიწევს ამ სასტურისაგან ჩვენ და ჩვენ ქვეყანა ჩვენი ერი მშვიდობიანი სიკეთით